მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა რეზიუმე, სტუდიაში მუშაობს ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი. მივესალმებით ჩვენს რადიო მსმენელებს, ვინც გვისმენს FM 103.9-ზე, რადიო პალიტრის ეთერით და ასევე მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებლებს, ვინც გვიყურებს ტელეკომპანია პალიტრა ნიუსის ეთერით. შეგახსენებთ, რომ შეგიძლიათ Facebook-ზეც გვიყუროთ, პალიტრა ნიუსის გვერდზე და ასევე YouTube-ზეც იპოვოთ პალიტრა ნიუსის არხი. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორისთვის პატივის მისაგებად სამების საკათედრო ტაძარში, საპატრიარქო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდი გრძელდება. უწმიდეს და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია მეორე ყოვლადწმინდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარში გუშინ დაასვენეს. საპატრიარქოს ინფორმაციით ილია მეორესთვის პატივის მისაგებად სამების საპატრიარქო ტაძარი ღია იქნება 24 საათის განმავლობაში. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით საქართველოში გლოვა გამოცხადა პატრიარქს კვირას 22 მარტს სიონის ტაძარში დაკრძალავენ. ჩვენც ვაგრძელებთ ბუნებრივია საუბარს გადაცემაში ილია მეორის მოღვაწეობის შესახებ იმ ადამიანებთან ერთად, ვინც მას იცნობდა და უშუალოდ ჰქონდა ურთიერთობა. პირველი ჩვენი სტუმარი იქნება გელა დაიარული, პოეტი, ფოლკლორისტი, რომელიც ჩაგვერთვება და სტუდიაში ჩვენ შემოგვიერთდა ასევე თამრიკო ჭოხონელიძე მომღერალი. მივესალმებით ქალბატონს გამარჯვებათ. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ბატონ გელასთან დავიწყებ საუბარს და მე თქვენს დაგისვამ შეკითხვას. ბატონ გელა, თუ გესმით ჩემი? კი, მესმის, გამარჯვება მოგესალმებით. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის და თქვენც რო გითხრათ ორიოდე სიტყვა, თქვენც გქონდათ პირადად შეხება ილია მეორესთან და თქვენი მოგონება რომ გაგვიზიაროთ ასე. კი ბატონო, პირველ რიგში დავიწყებდი სამძიმრებით, მიუსამძიმრებ ჩვენს ერს, ჩვენს ქვეყანას, ყველა მართლმადიდებელს, ყველა მორწმუნე ადამიანს და ჩემ თავსაც მათ შორის საკუთარ თავსაც ძალიან მიჭირს მართლა გითხრათ ამ შემთხვევაში უწმინდეს ელაპარაკი. ზოგადად ვფიქრობ, რომ ალბათ ღირსეული ცნობა იყო ადამიანი რომ შეაფასო მისი მოღვაწეობა, მისი ღვაწლი. ამას ისტორია იტყვის და ისტორია დააფასებს. რაც შეიძლება შეეხება ჩემს უშუალო შეეხებას და ურთიერთობას უწმინდესთან, მოგეხსენებათ 2010 წელს, როდესაც ეს ტრაგედია დატრიალდა ჩემი ოჯახის, მაშინ უწმინდესმა როცა გაიგო მე მდგომარეობაში დავჭი და არა თვითონ დამიბარა, თვითონ დაიბარა. სულიყავი მასთან მახსოვს ერთი მომენტს გავიხსენებ, მე ალბათ ის 4 დღის მომთარი დაახლოებით ეს ტრაგედია დაეთყობა, ჯვარი გამიწყდა წყალში, როცა გადავარდით მაშინ და არც რაღაც მახსოვდა და მიკითხა ჯვარი გაქვს თუ არა. კი მეთქი და ხელი როცა ხელით მოვისინჯი ჯვარი, არ მქონდა ჯვარი და თვითონ აკურთხა საკუთარი ხელით და თვითონ გამიგეთა. იმდენად გამამხნევა, რომ დღეს თუ მე ვარ და ვარსებ და დავდივარ და რამეს ვაკეთებ ამ ქვეყანაზე, ეს არის უწმინდესის დიდი დამსახურება, დიდი ღვაწლი და დიდი მადლი. მე ვიცი რომ ცხონდება, მე დარწმუნებული ვარ რომ ცხონდება, უბრალოდ ძალიან ძნელი ამისთვის შეგუება რომ იგი აღარ არის ჩვენს გვერდზე ფიზიკურად, თუმცა ამასთანჯერ რომ მისი მადლი ჩვენ სამშობლოს ზეციდან დაიფაროს, უფრო მეტად დაიფაროს ვიდრე აქამდე. და დავამატებდი ერთს რომ თუ საქართველოს აქამდე მოვიდა, როგორც მოვიდა მშვიდობიანად, ერთიანად და სიყვარულით, ეს არის უწმინდესის დიდი ღვაწლი და მადლი. თქვენ ამის შემდეგაც გქონდათ მასთან ურთიერთობა, თუ არა? მე დამიბარა მითხრა რომ სულიყავი მასთან რამდენიმე ხანი მეცხოვრა და უბრალოდ მე თავიღისად ვერ ჩავთვალე რომ მასთან მეცხოვრა ყოფილიყავი და ამიტომ არ მივედი. თუმცა ისე თქვათ იგივე სამებაში რაღაც საღამოებზე ქონდა რამდენჯერმე შეხვედრა თბილისში შეხვედრები. ზოგადად ბოლოს კითხავთ მაშინ ზოგადად მის როლს როგორ შეაფასებთ და ამით დაგემშვიდობებით. მე ალბათ თქვი ეს, მაგრამ კიდე ვიტყვი რომ მე ვფიქრობ დღეს კი არა საერთოდ თქვათ რელიგიის ისტორიაში და კათოლიკობის ისტორიაში ჩვენ ყავდა ცოცხალი წმინდანი, ადამიანი რომელიც არ ვიცი, ალბათ მივიღეთ ერმა და შევიყვარეთ აფიდატურია მის გარდაცვალების მიმართ პატივისცემა ჩვენი და არ ვიცი ისტორიაში აფასებს ალბათ. მე ვფიქრობ რომ ჩვენ სასწავლის მონსტრი ვიყავით როცა უწმინდესი ჩვენ გვერდზე იყო. გასაგებია, მადლობა დიდი გელა დაიაური გვერდთვებოდა პოეტი, ფოლკლორისტი და კიდევ ერთხელ მივესალმებით თამრიკო ჭოხონელიძეს, გამარჯვებათ ქალბატონო. თქვენს ძალიან დიდი ხნის ურთიერთობა გაგავშირებდათ ილია მეორესთან, პირადი ურთიერთობა, შეიძლება საუბრობთ ამის შესახებ და ჩვენს მაყურებელს და რადიო მსმენელებსაც რო უთხრათ, ზოგადად რა სიტყვით მის შესახებ და ამ ურთიერთობის შესახებ.
იცი რა, აი ხა ხშირად ისმის სიტყვა ეპოქა. ძალიან ხშირად გვესმის რომ ეპოქა დამთავრდა. კი, ნამდვილად, იმიტომ რომ ეს ეპოქალური იყო ნამდვილად ჩვენი უწმინდესი, იმიტომ რომ 59 წლის წინ დაიწყო მან ეპოქა იმ საოცრად დაახშულ სივრცეში, რასაც საბჭოთა სივრცე ერქვა, რასაც აი ეს რეჟიმი, აი ეს საშინელი ბნელი რეჟიმი, სადაც არ არსებობდა ფაქტიურად ეკლესია მონასტრები ამოქმედებული, ძალიან ცოტა იყო ხო მართალია. ეკლესიები კი იყო მრევლი არ იყო. არ იყვნენ მოძღვრები, ფაქტობრივად ძალიან ხშირად უწევდა ხოლმე ერთ მოძღვარს რამდენიმე ეკლესიაში წირვა-ლოცვის ჩატარება, იმიტომ რომ ისინიც არ იყვნენ და ეს არის ადამიანი, რომელმაც ძალიან დიდი ნაბიჯები გადადგა თავისი ასე ვთქვათ აღსაყდრებიდანვე. პირველივე ნაბიჯები იყო ძალიან ქმედითი, ძალიან საინტერესო იყო, ძალიან თამამიც იყო, იმიტომ რომ მას ერთ-ერთმა მღვდელმთავარმა ესე უთხრა თურმე რომ თქვენ სუდარა გადაფარებული ეკლესია ჩაიბარეთ, ხო და ესე იყო ნამდვილად და ყველაფერი აკეთა იმისთვის რომ რაღაცა აეღორძინებინა საქართველოს ქართული ეკლესია, ქართული გალობა, ოღონდ ეს ცოტა მოგვიანებით მოხდა და აი თუნდაც ის რომ მან უკვე იმ ერთ წელიწადში იმხელა ავტორიტეტი მოიპოვა რომ 1978 წელს უკვე ერთი წლის შემდეგ ის ეკლესიათა მსოფლიოს საბჭოს პრეზიდენტად დაინიშნა და ნუ აი ფაქტობრივად მას უნდოდა ძალიან რომ საქართველოს კიდევ უფრო სხვაგვარად დაენახებინა მთელი ასე ვთქვათ რელიგიური მართლმადიდებლური საქრისტიანოსთვის ან სამყაროსთვის რომ არსებობს საქართველოს ერი როგორც ასეთი და ერი რომელსაც ასეთი დიდი ტრადიცია აქვს რომელსაც აქვს თუნდაც ის გალობა რომელიც გავსიც არავის არ აქვს ხო მართალია და ამ ყველაფერს ნუ ახლა რომელი ერთი ახლა დღეს ცოტა ისეთი მიჭირს ხოლმე იმაზე ლაპარაკი რომ აი შევაფასოთ მაგალითად მისი მოღვაწეობა ჩემს უფრო მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა რომ რამდენად ღირებულებების გააზრება ღირებულებების რომელიც იყო განათლება კულტურა დიალოგი ზომიერება, ეს მას ყველაფერი ძალიან ახასიათებდა ხომ მართლა თვითონ იყო ძალიან განათლებული. აი ღრმად განსწავლული, ერუდირებული ადამიანი იყო და აქედან გამომდინარე ყოველთვის ცდილობდა ხოლმე რომ ის თანაბრად სწავლობდა ფაქტობრივად აი როგორც სასულიერო ეს საერო სფეროებს და აი ეს უნდა რომ არ ყოფილიყო გამიჯნული, ნუ აუცილებლად სულიერება უნდა ყოფილიყო ვთქვათ კავშირში ერის ცხოვრებასთან და ამას ყველაფერში ამტკიცებდა სხვათა შორის უდიდესი დამსახურება კულტურასთან მიმართებაში და ქართულ უშუალოდ მუსიკალურ კულტურასთან მიმართებაში და ის რომ ქართული გალობა ეკლესიებში მუსიკას წერდა ხო? იცი რა მუსიკის წერა მდევ ამბობ რომ ქართული გალობა რომ ეკლესიებში აჟღერდა ეს ნამდვილად უდიდესი დამსახურებაა და ძალიან ბევრი ჩვენ ვერც გავჩერდები მაგალითად ეხლა რომ მომაყოლო რამდენი რამ აქვს მას გაკეთებული ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო და იგივე თუნდაც აი ადამიანი როგორც ღირებულება აი ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის რომ ეს თავარი იყო რომ ემსახურებოდეს ადამიანის შინაგანი სამყაროს განვითარებას და გამდიდრებას. ამას სხვათა შორის აი სულ ძალიან ფრთხილად, მაგრამ აკეთებდა ძალიან პროგრესული იყო. იმიტომ რომ მე მასთან აი არაერთხელ მქონდა საუბარი, იმიტომ რომ შემიძლია ვთქვა რომ ბედნიერება იყო ის ნამდვილად რომ ის მე მერგო როგორც საჩუქარი, აი როგორც მეგობარი, აი ვერ წარმოვიდგენ როგორ უფროსი მეგობარი. ეხლა ვეკეთე 99 წლიდან პირველი ასე ვთქვა ჩვენი შეხვედრა იყო ძალიან საინტერესო იმ ხრივ რომ ის მე არ მიცნობდა. უბრალოდ მე პირველი შვილის მოლოდინში ვიყავი და ასე ვთქვათ მდგომარეობაში ვიყავი და სიონში მივედი მახსოვს წირავდა და ძალიან მინდოდა რომ თავზე ხელი დაედო ჩემთვის და დაველოცე მაგრამ ვერ გავბედე იმიტომ რომ ძალიან ბევრი ხალხი იყო და რაც ქალმა ესე მომკიდა უკან კლავებში ესე ხელი გამწია და მითხარ რომ შენ ყველაზე მეტად გჭირდება მისი დალოცვა და გაიხაროს იმ ქალმა იმიტომ რომ მოვიდა აი ესე პირდაპირ მოვიდა არ დამავიწყდება რაღაცნაირად კიდე გეუბნები არ მიცნობდა უბრალოდ დამინახა ამ მდგომარეობაში და ესე მახსოვს როგორ ჩამიხუტა და მითხარ რომ ღირსეულ დედაშვილობას გისურვებ ყველაფერი კარგად იქნება და მე რაღაცა გამირთულდა და სულ მესმოდა ეს რომ აი პატრიარქმა ხო ესე მითხრა და რაღაცა მაიმედებდა იცი და თვითონ ეს ადამიანიც მომართული იყო და ასე მგონი აი მოვლენილი იყო იმისთვის რომ ადამიანებისთვის ნუგეში მიეცა ყოველ შემთხვევაში აი მე რა ურთიერთობაც მქონდა მასთან
მარტო ჩემთვის კი არა, მე ვხედავდი რამდენ ადამიანს ჰქონდა მისი ნუგეშის იმედი და ხო, აი გელა დაიორმაც ეს მოყვა ხო, აი ხო ძალიან გელას ოჯახში როგორ ტრაგედიად როცა ძოლი შვილი დაიღუპა ავარიაში და ასეთ მძიმე ტრაგედიას ხო კი და ამიტომ აი ამას ვამბობ ზუსტად რომ მართლა ერთ-ერთი აი მისია ისეთი როგორ თქვენ აი ბრწყინვალე მხარე იყო ეგ რომ აი იმედი იყო ყველასთვის და ნუგეშის მიმცემი მე აი იცი როცა გავიდა დრო მე მივაქცია ყურადღება რა მითხრა ანუ ღირსეულ დედაშვილობას გისურვებ მითხრა აი ღირსეულობა მისთვის აი ეს აი ღირსეულობა იყო ერთ-ერთი პრიორიტეტული რომელსაც ყოველთვის ყველგან ყველას ფაქტობრივად აი როგორიც აი ჭკუას კი არ ასწავლით აი ეს ვერ დაუმდაბლდები ამ აი ჭკუის სწავლება კი არ იყო ვერ დავუმდაბლებ უფრო სწორედ მას არა ის იყო აი რჩევა შეიძლება მისი ცხოვრებიდან გამომდინარე, მისი სიბრძნიდან გამომდინარე და ძალიან საინტერესო იყო მასთან ურთიერთობა. კიდევ რაღაცა სხვა ქონდა ადამიანური, იცი ისეთი რომ აი მე არაერთხელ ავად ვიყავი, ძალიან ცუდად ვიყავი და დამჭირდა ჩარევა მუხლზე და ავარჯინით დავდიოდი ცოტა ხანი ასე მითხრეს ექიმებმა, ისე მიჭერდა სიარული და 3 დღის განმავლობაში მქონდა როგორი სასოწარკვეთა, იცი, სახლში ვიჯექი და ესე ხატებთან ვიჯექი და ვევედრებოდი რომ მიშველეთ რომ აი არ გადავარდე სასოწარკვეთაში, შვილები მყავს გასაცდელი და აი ეს, მაგრამ ვერ ვერეოდი ჩემ თავს და მე დამირეკა საპატრიარქოს გუნდის რეგენტმა, სვიმონ ჯანგულაშვილმა, რომელმაც მითხრა რომ გეძებსო. აი ესე დილიდან იძახისო რომ თამრიკო მიპოვნეთ და მეთქე ხვალ მოვალ თან გული ამით ჩუყდა სიმართლე გითხრა უკვე და თან შემეშინა ვიფიქრე რატო ესე ამიჩება ასე ვთქვა ხვალდილას მოვალ მეთქი არა ხვალდილას არა დღეს ხა მანქანას გამოგიგზავნითო და დღეს არ იძინებსო ვითხრა კიდე აი ვერ იძინე ვერ ისვენებსო რომ მივედი საპატრიარქოს ძლივსავედი იქ მართალია ლიფტით მაგრამ ძლივს გადავადგილდებოდი და რომ დამინახა იქ იყო კახი კავსაძე და გივი ბერიკაშვილი და მითხრა ეს შუადღის ტრაპეზიდან აქვართო და სულ მაგას იძახისო რომ არ გაგვიშვაო ჩვენო ყველას ეფერებოდა ყველას არ გაგვიშვაო და გითხრა რომ არა თამრიკო ვინმე მიპოვეთ და მე ტელეფონი მქონდა გამორთული და არ ვეკონტაქტებოდი არავის აი შემთხვევით ჩავთე და იმიტომ დამიკავშირდა და მითხრა რომ დამინახა ესე ისევ ჩამიხუტა ეს არ გამავიწყდება და აი აქ მახსოვს მისი ხმა რომ 3 დღეა გული მეუბნება რომ შენ რაღაცა გიჭირს თან 3 დღეს რო აღნიშნა მივხვდი რომ ვეღარ ვიყავდი თავს გული ამიჩოყდა ვიტირე ხო და რომ აი ესე ცოტა გამშორდა თავით თვითონაც ცრემლიანი ქონდა ესე თვალები შემიყვანა მე თავის ოთახში ანუ მისი ოთახის წინ მისაღები ოთახი ქონდა და იცი რამდენი მალაპარაკა აი მათქმევინა ყველაფერი და ფაქტობრივად მე მითხრა შენ ახლა ხვდები რომ ახსარება მითხარი მითხრა და ხვალ შენ გაზიარებენ მითხრა გამოუშვა წარმოიდგინო დელი სახლში ერთ-ერთი მოძღვარი და სახლში მაზიარა და ყველაფერი ძალიან კარგად იქნებაო მითხრა და ჩემთვის ეს იმხელა ნუგეში იყო ეს იმხელა საყრდენი იყო იმისა რომ მე ხვალინდელ დღეზე მეზრუნა რომ და უკვე ის არ მეფიქრა რასაც ვფიქრობდი და მე ხო ხე ჩემ თავზე ვლაპარაკობ ამას ძალიან ბევრი სხვადასხვა ფერებით გეტყვის და მოგიყვება, იმიტომ რომ მე არ ვიყავი ნამდვილად ახლა ესეთი ალბათ, იმიტომ რომ ალბათ კი არა ზუსტად ვიცი. აი უამრავ ადამიანს ჰქონდა აი ეს გრძნობა მის მიმართ, რომ ის იყო ძალიან თბილი. ერთსაც მოგიყვები თუ მაქვს დრო, ერთ ისტორიას მახსოვს, არ შემიძლია ესეც რომ არ გავიხსენო, აი ახლა გამახსენდა. ჩემი შვილი დაიბადა ელენე, ეს ხდება აი ახლა 16 წელი ხდება მალე და მირეკავს ისევ სვიმონი და მეუბნება რომ უწმინდეს უნდა შენთან საუბარით და მე ვარ საგურამოში რაც ერთადერთი ნათელი წერტილი მაქვს ხოლმე სადაც ჩემი დები აი სულ ყველა რო ვიკრიბებით ეს ჩემს ყველაზე დიდი სიამოვნება და იქ ვარ საგურამოში ელენეც იყვავს ერთი კვირის გამოყვანილია ელენე სამშობიაროდან და მეუბნება რომ მომილოცა დამლოცა არაფერი აი მარტო ვისმენდი იმიტომ რომ ლოცავდა და მითხარ რომ მე ძალიან მინდაო რომ შენ გნახო და დღესო თავისუფალი დრო თუ გვექნებაო აი როგორც მეგობარი წარმოიდგინე ეს დიდი კაცი მეუბნება რომ ჩვენ შეიძლება შენ გესტუმროთ საგურამოში ახლა წარმოიდგინე რა დამემართებოდა გავტრიალდით ოჯახი რა გავაკეთოთ როგორ მოვიქცეთ იქ აი არ ვიცი დავიბენ ნუ მე ისე აღმოჩნდა თურმე საღამოს სტუმრები მოუვიდნენ ცოტა დაუგეგმავად და
სვიმონი ამოვიდა და გამოატანა ელენესთან ჯვარი, ჩემთან, მოკლედ აი რაღაცა დაგვა საჩუქრა რა და ძალიან დიდი ლოცვით ესეთი გამომიგზავნა და რას გეტყვი ხლა ეს არის თავარი. საღამოა ძალიან გვიანი უკვე და ძალიან ცხელოდა და ელენე მყავს ეტლით ესე ბავშვი გარეთ აერს. შევიყვანე შევიყვანე ელენე 5 წუთში, სადაც გარეთ ვერანდაზე ასე ვთქვათ, მთელი ოჯახი 9 კაცი ზის წარმოიდგინე და უცბად მესმის რაღაცა დაფეთებული ხმები. სადღაც გავარდნენ ჩვენები, ანუ გაიფანტნენ სხვადასხვა ადგილზე და აი მე მეგონა რომ ბომბი აფეთქდა, აღმოჩნდა თურმე რომ ჭერი წარმოგიდგენია კარგად გაკეთებული რო იყო ეთყობა ბჭყალებში რა თქმა უნდა და გაბზარული და ჩამოვარდა. აი ჩამოიქცა მთლიანად წარმოგიდგენია ისე რომ მე მაშველები დაგჭირდა და ეს ყველაფერი, მაგრამ მე რას ვამბობ რომ იქ ყველა დაიღუპებოდა. და მე ვამბობ დღეს რომ ნამდვილად ეს არის მისი ლოცვის ძალიან დიდი შედეგი რომ ჩვენ ყველა გადავრჩით. ბავშვი 5 წუთით ადრე შევიყვანე და 9 კაცი აი ესე გადავრჩით სასწაულად და ეს იყო არ შემიძლია რომ ეს მართლა ვთქვა მართლმადლიერების სიმღერა რომელსაც თქვენ ხო საშობაო ალილოს ასრულებდით ამ სიმღერას ისტორიას რო გითხრათ როგორ ასე თქვა ერთგვარ ტრადიცია დამკვიდრდა ხო როგორ მოხდა ეს ხო ეს ჟღერს ფილმში ეს არის ვახტანგ კახიძის საშობაო სიმღერა ფილმში იავნანამ რა ქნა და ანუ ამ ფილმამდე ეს სიმღერა არ არსებობდა არა ამ ფილმამდე არ არსებობდა და ბატონმა ჯანსუღმა მითხრა რომ ჩვენ უნდა შევასრულოთ თქო ფილმი არ იყო ჯერ გამოსული მაგრამ ნანა ჯანელიძეს მადლობა მართლა ამისთვის იმიტომ რომ მე რაღაცა კიდე სხვაგან ცდები მქონდა ამ კონცერტის შემდეგ რომ თუ შეიძლება რომ ნება დაგვრთო რომ ეს სიმღერა შესრულდეს იავნანაც და საშობაოც და ნუ ნანამ რა თქმა უნდა ხა უწმინდეს უარი ვერ უთხრა ფილმის გამოსვლა ცოტა იყო დარჩენილი უკვე მაგრამ ტელევიზიამ არ გადაიღო უბრალოდ იმ პირობით რომ ტელევიზიას არ უნდა გადაიღოს სწორიც იყო იმიტომ რომ შეიძლებოდა არც კი დაეშვა ნანას მაგრამ ნუ ეს გააკეთა იქ იჯდა პატრიარქი დარბაზში და აი პირველად ჯერ იავნანა რო ვიმღერე პატრიარქი ხედავ რომ დგება დარბაზში პატრიარქი რო ადგა მთელი დარბაზი და ეს არასდროს დამავიწყდება ეს აუცილებლობა იყო და მას შემდეგ სხვადასხვა რამდენჯერაც მასთან მივიდოდი ხოლმე ყოველთვის ვთხოვდა რომ იავნანა მემღერა და აი ეს საშობაო ამან კიდე საერთოდ სხვა ეფექტი მოახდინა მით უმეტეს რომ შობა დგებოდა და ამიტომ შევასრულე ყოველ წელიწადს მას შემდეგ უკვე აი მართლა ტრადიციად აქცია თვითონ ეს მისი დიდი სურვილი იყო რომ ვიდრე ეპისტოლეს წაიკითხავდნენ ჩვენ ვასრულებდით აი ამ საშობაო სიმღერას ხო ნუ ახლა უკვე 7 წელიწადია არ შემისრულებული ამას მინდოდა მეკითხა ასეთ ურთიერთობის მიუხედავად ბოლოს საპატრიარქოსთან მაინც გაგიფუჭდათ ურთიერთობა ხო იცი მე ამას ვერ გქონდათ მასთან ურთიერთობა არა იმიტომ რომ მე ვამბობ რომ დღეს ხომ ჩვენ ადამიანები სიყვარულისთვის ვისჯებით აგერ ეს პატიმრები რო არიან სამშობლოს სიყვარულისთვის არიან ხო და სიყვარულისთვის შეიძლება ადამიანი დასაჯო და მე მაინც მგონია დღეს ახლა ამ დღეებში მე არ მინდა ამაზე ლაპარაკი თუმცა მე ამაზე აუცილებლად ვიტყვი ჩემს ვარაუდს მაგრამ იმ ფაქტს რომ მე არ მაპატიეს ალბათ უწმინდესის ასეთი სიყვარული ჩემს მიმართ და ასეთი ყურადღება ალბათ არ მაპატიეს იმიტომ რომ მაშინ როდესაც ნუ ამას ვიტყვი უბრალოდ რატომ მოხდა ეს ყველაფერი იმიტომ რომ მე მგონია რომ თავად უწმინდესიც ამაზე მე აუცილებლად დამთანხმდებოდა და თავს დამიქნებდა რატო იმიტომ რომ მე უარი ვთქვი სიმღერაზე იმ დღეზე როდესაც შეიძლებოდა მომხდარიყო დაპირისპირება ეს იყო ოჯახის სიწმინდის დღე და კიდევ ის LGBT-ს დღე და მე ვთქვი რომ უბრალოდ მე ვერ ვიმღერებ იმიტომ რომ აქ შეიძლება მოხდეს დაპირისპირება და მე ამის წინააღმდეგი ვარ და წინააღმდეგი ვარ ზოგადად ადამიანის ყბლის, მოკვლის, დისკრედიტაციის მაშინ როდესაც ის სხვა თუნდაც სხვა პოზიციაზე დგას, სხვა აზრი აქვს, თუნდაც სხვა ორიენტაცია აქვს, მაგას ადამიანის ყბლა არ შეიძლება და ეს ხდებოდა. ამის ფაქტები იყო ხო მართალია არაერთი და ტაბურეტით მე არ გამოვკიდები ვარ კიდევ. ხო გახსოვთ? უკვე აღარ ვღერებ. ხო ამის მე ნუ ანუ დადგა შობა და ნუ მე როგორც ჩანს აი ეს რაღაცა სიჯუტე ალბათ არ ვიცი არ მაპატიეს და
აი ტროლბოტებმა სხვათა შორის, რომლებიც მომიქსიეს ძალიან სხვა ინტერპრეტაცია დაუდეს ამას და სხვა სარჩული, რომ პროპაგანდირებდი რაღაცაებს, ამ დროს არაფერი, აი ეს იყო მეტი არაფერი. რომელი უფრო ქრისტიანული ნაბიჯია უკაცრავად მაინტერესებს ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ კაცი არ მოკლათ განსხვავებულობის გამო, თუ რომ კლავენ, აი ეს მაინტერესებს, ხო? და ისე როგორც თქვენ ფიქრობთ, რომ პატრიარქისგან ეს არ მოდიოდა? არანაირად არ მოდიოდა. აი, როგორ არ ვიცი დარწმუნებული, რომ პატრიარქისგან საერთოდ იდეაც არ ვიცი მოდიოდა თუ არა მაგის. აი ამ 17 მაისის. საერთოდ, ხო, ნუ არ ვიცი, ხო, ვისი იდეა, ყოველ შემთხვევაში მას შემდეგ მოხდა ისე, რომ აი სწორედ ამ გალობას ვასრულებდით, უნდა შეგვესრულებინას შობა მოდიოდა და დამირეკეს და მითხრეს, რომ შენ დასჯილი ხარ. და აღარ იმღერე. და აღარ იტყობ. ეს ამსახურებს სხვა მღერია. ხო, სხვა მღერიან. არა, მღერიან, სხვა მღერიან, ნუ რა მნიშვნელობა აქვს, მაგრამ მე არა. და მე ამას ვიტყვი და 100 ჯერ გავიმეორებ კიდე, რომ ვერ მოახერხეს ჩემი დასჯა და რატომ გეტყვი? იმიტომ რომ იქ, სადაც ჩვენ ამ გალობას ვასრულებდით, ჯერთი უამრავი ხალხი შემოდიოდა ზუსტად მაგ დროს და სანთლებთან ერთად მობილური ტელეფონების შუქები რო ინთებოდა, ისეთ სილამაზე იყო და ძალიან დიდი სიამოვნება იყო, მაგრამ მე ვგრძნობდი, რომ მე ამ ხალხთან ერთად ვიყავი. ანუ მე მრევლი ვიყავი, მათთან ერთად ვგალობდით და ვუგალობდით, ასე ვთქვათ, ღვთისმშობლოს იმისთვის, რომ მოევლინა ამ ქვეყანას იესო, ხო? მე თუ მათ ეგონათ, რომ ეს ჩემთვის აუდიტორია იყო და მათგან ტაშს ველოდებოდი, კიდევ უფრო ცდებიან. მე ამ ყველაფერს ამ რიტუალს სახში ვატარებ. რაც უნდა ეკნათ, მაინც ვერ დამსაჯეს, ანუ ეს მინდა. ხო, ბევრი საუბრობს მის პიროვნულ თვისებებზე, რომ განსხვავებული იყო პიროვნულად. გარდა იმისა, ხო, აი ამაზე ის თქვა შეიძლება. მე ერთი რამ მინდა უბრალოდ დავამატო იმის ერთი ფრაზით გავაგრძელებ, რომ მას შემდეგ ვის აღარ ვაბარებ. სამღვდელო პირებს სხვათა შორის, რომ შემახვედრეთ პატრიარქს. მე მინდა რომ მას ვუთხრა ჩემი სათქმელი და ოღონდ მარტო არა, თქვენთან ერთად, თქვენ თვალწინ შემახვედრეთ და მოდით ერთად მე ვეტყვი ჩემს სათქმელს პატრიარქს და მე თუ ის ну მოკლედ აი არ შემახვედრეს. დღემდე ისე მწყდება გული რომ მას ვერ შევხვდი უბრალოდ და ხო არ ვიცი ვიძახი რომ მე როცა ვიყავ შევხვდები აუცილებლად და ვეტყვი ჩემს სათქმელს, იმიტომ რომ მე მისთვის არასდროს მიღალატი, აი არასდროს. და რაც შეეხება მის პიროვნულ თვისებებს, თქვენ რო იცოდეთ ის როგორი პრინციპული იყო. ოღონდ ისეთი არა, როგორც ხალხმა, აი ჩვეულებრივ ურთიერთობაში თუ ის გზნობდა რომ აქ პრინციპულობა იყო საჭირო, მაგრამ რა ფორმით გაწვდიდა იცი, იუმორით. ძალიან ისეთი გზნობა ქონდა იუმორის ნიჭი უდიდესი, რომ აი სხვა შორის რაღაც ერთ სიტყვას იტყოდა ხოლმე და ირგვლივ ყველა სიცილით, ну აი რა ხდებოდა? და ამას ქონდა ძალიან ისე ფრთხილი ნათქვამი. საოცარ პრინციპულობა ერთია. მეორე იყო საოცარი გულჩვილი პატარა ბავშვით იყო. აი ის მშობლებს როგორ იხსენებდა, მე ვერ წარმოიდგენ. აი გული აგიჩუყდებოდა, როგორ ყვებოდა აი ამდენი წლის გარდაცვლილ მშობლებზე, ხო? აი თითქოს გუშინ იყო, თითქოს გუშინ ნახა და ეს ყველაფერი ან როგორ ტიროდა და როგორ საოცარი თვისებები ქონდა და ძალიან სამართლიანი ადამიანი იყო და აი ეს ყველაფერი ძალიან დააკლდება სამაგალითოდ ჩვენ ერს. უბრალოდ თუ არ დავივიწყებთ და თუ გვემახსოვრება რომ ეს ადამიანი ასეთი იყო და თან ასეთი დიდი ფიგურა იყო, რომელმაც უდიდესი სიტყვა თქვა ქართულ მართლმადიდებულ სფეროში და დაანახა ყველას რომ საქართველოს არსებობს, დღეს სწორედ მისი დამსახურებაა რომ საქართველოს იცნობენ. უდიდესი დამსახურება ყოველ შემთხვევაში. ხო, ანუ ალბათ მნიშვნელობა გვინევინი იქნება მის მემკვიდრეობას როგორ გადაიბარებს, ხო ამაზე. ხო, კარგი იქნება თუ მისი მემკვიდრეობა ჯერთი კარგად ეცოდინება, რაც მან გააკეთა და ღირსეულად გააგრძელებს მის გადადგმულ ბევრ გადადგმულ ნაბიჯს, არა მხოლოდ კონკრეტულ ადამიანებთან ან ვიღაცებთან მიმართებაში, არა, ერთთან მიმართებაში და იქნება სამართლიანი. რა ვიცი, ნახოთ. ნახოთ, მადლობა დიდი გადაცემაში სტუმრობისთვის. თამრიკო ჭოხონელიძე იყო ჩვენი სტუმარი. დაგველოდეთ რეკლამის შემდეგ დეკანოზი ირაკლი დუმბაძე შემოგვიერთდება, ასე რომ გავაგრძელებთ საუბარს ჩვენ ილია მეორის შესახებ.
მაშასე ჩვენ დავბრუნდით ეთერში, ვაგრძელებთ გადაცემას და ვაგრძელებთ საუბარს პატრიარქის ვილიამ მეორის შესახებ. დეკანოზი ირაკლი დუბაძე არის ჩვენი სტუმარი, დიდი დიღმის წმინდა 100.000 მოწამის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური. მოგესალმებით. მოგესალმებით და მოგესალმებით ჩვენს მაყურებელს და უსამძირებ საქართველოს, თელ საქართველოს ჩვენი პატრიარქის მამის გარდაცვალების ძალიან დიდ ტკივილს. მეც ვერთები თქვენ სამძიმარს და თქვენც რომ ძირითადად თქვენთან მინდა ვისაუბრო მისი მოღვაწეობის შეფასებაზე, რომ შეაფასოთ მნიშვნელობა მისი მოღვაწეობის, თუ გაქვთ პირადი მოგონებების ამაზეც რო გითხრათ და ასე რომ წავიყვანოთ ეს ასე ვთქვათ გადაცემა. თით როგორ არის პატრიარქის ჯერა რომ პატრიარქის მოღვაწეობის შეფასება ესე პატარა მოკლე ეთერში ალბათ შეუძლებელი იქნება. ჩვენს ბავშვობაში არ ვიცი თუ გახსოვთ საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელოები იყო და რომელიღაცა თქვა პიროვნებაზე რომ მიდგებოდა თქვა თამარის ეპოქაზე რომ მიდგებოდა საუბარი და დავით აღმაშენებლის ეპოქაზე ხო ახსოვს აი ეს ცალკე თავებად იყო გამოყოფილი თქვა და კულტურის მხრივ რა გაკეთდა მის ეპოქაში თქვა განათლების მხრივ რა გაკეთდა და აღშენებლობის მხრივ რა გაკეთდა და მე დარწმუნებული ვარ რომ აი ეს სათითაოდ პატრიარქის მოღვაწეობას აი ეს სათითაოდ მიეცემა თქვა შეფასება ღვთისმალით მაგრამ ფაქტი ერთი არის რომ აი პატრიარქის მოღვაწეობას რო დაფიქრდება ადამიანი ეს არის რომ მან თავისი პიროვნება ფაქტობრივად ყველა ქართულის რაღაცა დოზით ყველა ქართულის გულამდე მიიტანა. მე რაღაცნაირად დღეს რო ქუჩაში გავდივარ ადამიანებს ხვდები ყველა ერთმანეთს უსანძივრად. ესეთი რამ აი რა ვიცი საკუთარი მამა ახლობელი რო გარდამსულია და ადამიანი რო მოგისამძირებს და პირადად აი შენ ტკივილსო საკუთარ გულთან მიიტანს. დაახლოებით ანალოგიური ტკივილი არის დღევანდელ დღეს ყველა ქართულის არის დარწმუნებული ვარ მე ვისაც თქვა რაღაცა და ეს ქვეყანა უყვარს და პატრიარქის მოღვაწეობას მეტნაკლებად იცნობდა და აი ეს საოცარი სიყვარული ფენომენი აი სიყვარულისა როგორ შემძლო პატრიარქმა რომ აი ყველასთან მიეტანა ეს საკუთარი გული და მისი სიყვარული ეს მე მგონი ყველაზე დიდი ეს არის აი ამის შემდეგ უკვე სხვა ყველა დანარჩენი უკვე საქმეები ღაღადებს და ეს საქმეები რომელიც პატრიარქმა აღასრულა შეფასება ძალიან ძვირფასი გაკეთა წმინდა სინოდის მიერ რომ პატრიარქმა ჩაიბარა ფაქტიურად ეკლესია დასუსტებული და ეს განსაკუთრებით მეუფეშიომ აღნიშნა დასუსტებული ფაქტიურად პატრიარქის აღნიშნავდა ამას რომ სულ არა გადაფარებული ეკლესია რამდენიმე ეკლესიით რამდენიმე სასულიერო პირი და დღეს ეკლესია არის რაღაცნაირად რა ვიცი ღვთისმალით ამ საზოგადოებაში საქართველოში ანგარიშ გასაწევი ძალა არის ასე ვთქვა და ეკლესიის ხმას ასე თუ ისე ჩვენიერი ისმეს და ის უდიდესი ავტორიტეტი რომელიც პატრიარქმა თავისი მოღვაწეობით მოიტანა შეიძინა ასე ვთქვა ერთ რაღაცაზე ვფიქრობდი კიდე რომ სინოდის ხდომის ეს განჩინებაში საოცარი კიდე რაღაცა ეწერა რომ შემთხვევითი ამ ცხოვრებაში არაფერი არ არის და არც ეს არ არის შემთხვევითი რომ როგორც სინოდმა აღნიშნა რომ ჯურის თაყვანის მის კვირაში მოხდა მისი განქვეყნიდან გაყვანა ნიშნად იმისა რომ რაღაცა ყველა ადამიანის საკუთარი ჯვარია ქრისტესაგან და დაკისრებული ჩვენ გვჯერა ჩვენ ქრისტიანებს რომ როგორც მაცხოვარი ამბობს რომ თქვენი რომ თავისუფლების კვირა დათვლილები არისო და ყველა ადამიანის საკუთარი ჯვარი ეძლევა სატარებლად და პატრიარქმა ეს მისი ღვთისაგან დაკისრებული ეს ჯვარი აი მართლა ღირსეულად ატარა ახლა არ დამავიწყდება კიდე ერთი ჩემი ბავშვობის ერთი საოცარი მოგონება ახალგაზრდა ვიყავი და სადღაც 15-16 წლის და პატრიარქის აღდგომის წინ ნათხოვნი ცრევლიანი შენდობა რომ საქართველოს ყველა წოდებიო ჩემს კისერზე არისო და ცრელები თითქოს მთელი ერისაგან შენდობას. ახლა გან არა შეცდომა იყო ესეთი მაგრამ ყველა ქართულის ტკივილი და ყველა ქართულის გადასტომა ფაქტობრივად მის გულზე აისახებოდა და ძალიან ნიშნადობილი ერთი საოცარი ფრაზა რომელიც მას აკეთეთ ინტერვიუში ნათქვამი რომ არ ვიციო საქართველოს ჩემში არის თუ მე ვცხოვრობ საქართველოში იმიტომ რომ იმენად ძლიერი იყო ეს სამშობლოს სიყვარული მის გულში და რა თქმა უნდა ღვთის სიყვარული იმიტომ რომ ღმერთმა ჩვენ ჩაგვაბარა ჩვენი წილის სამშობლო და სამშობლოს დაცვით და მისი ერთგულებით ჩვენ თავად ღმერთს ვერდგულებთ აი ჯურის ტარება ჩემთვის არის ძალიან ძვირფასი მაგალითი აი პატრიარქის მხრიდან რომ აი საკუთარი ჯვარი რო ღირსეულად ატარა არ დამავიწყდება პირად ერთი მოგონება ახალგაზრდა სასულიერო პირი ვიყავ ეს გამას გეუბნები სადღაც 17-18 წლის წინანდელ ამბავს და რატომღაც ისე მოხდა რომ ერთ კვირა დღეს ოდნავ ცუდად ვიყავი ოდნავ ცუდად გავხდი ოდნავ პატარა სიცხე მომეწია და გადავწყვიტე რომ არ მივალოთ მსახურებაზე და ვიფიქრე რომ ხა ვის დავაკლდები მე თუ ერთი მსახურება არ მივედი ტაძარში ვის შემოვშნეს მე ხა ჩემი ბავშვური ასე ვთქვათ ახალგაზრდული ესე იგი გადაცდომა იყო და
მეორე კვირას რომ მივედი არქიდიაკონს შემჩნეული ყოლიბა რომ არ მისულა მსახურებაზე და შემოგითხარ რატო არ იყავდო და მე ვთხარი ცუდად ვიყავი და მე ესეთ რაღაცას მეუბნება რომ აი პატრიარქს შეხედე თუ მართა ფიზიკურად არ ყოდებაო აი თუ მართა ძალიან ძიმეთ არ არისო არც ერთი მსახურება პატრიარქს არ გამოუტოვებიაო და აი მისგან აიღიო მაგალითიო და მართლაც აი პატრიარქმა ამ ხრივ ყველა ჩვენ სამღვდელობას მაგალითი მოგცა ის სწორი ღვთისმსახურებისა იმიტომ რომ ეხლა ერთია რომ თქვა ერისკაც მისცემ ადამ მაგალითს სიყვარულისას მაგალითს მისცემ თქვა როგორ რაღაცა გაჭირება რო გაქვს გინდა რომ ნუგეში გაქვს რომ პატრიარქისგან რომ მისი ლოცვით შენ ცხოვრებაში სიკეთე გექნება და მრავალი ფაქტი არის ამისა მისი რომ მისი ლოცვის შედეგად რამდენი ფაქტიურად სასწაულები აღსრულებულა ამას ჩვენი ძვირფას ინტელიგენციის წარმომადგენლები იხსენებენ და წლების წინ ესე იგი 1-20 წლის წინ დოკუმენტური ფილმი გადაიღეს უცხოელმა და ამ ინტელიგენციის ნაწილი იყო გამოკითხული რომ თქვა რა სიკეთე მიიღეს მათ პატრიარქთან ურთიერთობის შედეგად და უმეტესობა აღნიშნავდა რომ აი ეს მისი ლოცვით რამდენი სასწაული აღსრულებულა მათ ცხოვრებაში კრიტიკულ სიტუაციებში მაგრამ ჩვენ სასულიერო პიროს მოგცა კიდე მაგალითის სწორი ღვთისმსახურების იმიტომ რომ ჩვენთვის ერის мама არის და იყო მაგრამ ამ დროს იყო აი ეტალონი ღვთისმსახურების ანუ სასულიერო პირს ჭირდება ყოველთვის მაგალითი საოცარი ფაქტი არის ეთი რომ მახათოსთაზე რომ მონასტერი შენდებოდა ცნობილი კადრები არის რომ ქარიან ამაში პატრიარქის სანთელს შევანთებს და გვერდზე მინისტრები უდგანან და უნდათ რომ ეს სანთელი აანთო მაგრამ ეს სანთელი არ ინთო მათი სანთელი არ ინთება და პატრიარქის ანთებული სანთელი ესე იწვის ჩვეულებრივად და ჩემთვის ეს პატრიარქი მართლა ანთებული სანთელი იყო რომელიც აი ჩვენ ყველა ჩვენგანს მაგალითს გვაძლევდა ესე როგორი უნდა იყოს ღვთისმსახური და როგორი უნდა იყოს ზოგადად ადამიანის მსახურის იმიტომ რომ ღვთისმსახურება მარტო ესე არ არის ერთი ფაქტი იყო ჩემ აქედან ეთერიდან მოკლედ მაყურებელს გავანდო ჩემს ერთ პატარა აზრობრივ შეცდომას რომ რატოღაც პატრიარქის ზედმეტ ლოიალობაზე ვბრაზდებოდი აი რომ ხშირ პოეტი პერიოდი რომ აი როგორ შეიძლება თქვა როცა იცინოს რომ ვიღაცა დასაჯელია რატო არ შეის თქვა აი თქვა გაიგო ვიღაცა სასულიერო პირზე რომ თქვა რაღაცა არასწორად იქცევა თქვა რატო იქცევა ესე და განსაკუთრებულად მახსოვს ერთხელ წლების წინ ერთ სასულიერო პირზე ამბობდნენ რაღაცა ცუდი ხმები დადიოდა და ამ დროს პატრიარქის ამ ადამიანს გვერდიდან არ იშორდა ხოლმე და არ დამავიწყდება ერთხელ მე ერთ ღვთისმეტყველს მე უსმოდი სახარებაში აი ეს ყველა ჩვენგანს კითხვა გვებადება როცა ეხლა დღეს აღდგომის მარხვის პერიოდში ვართ და დადგება როდესაც ჩვენ იუდას გამცემლობას გავიგებთ დადგება როდესაც სხვა და ქრისტეს ნებებს ასეთულად გავიხსენებთ და კითხვას ვამე რომ ღმერთმა ხო იცოდა რომ იუდა გამცემელი იქნებოდა და რატომ შემოიყვანა თავის 12 მოციქულში როგორ თვითონ არ იცოდა რომ ესეთი იყო და ერთი ღვთისმეტყველის საოცარ კითხვას ვამს რომ თქვენ გინახავთ დედა რომელსაც გვერდით ავატყოფის შვილი ყავს როგორ ულის იმ ავატყოფის შვილს და თქვა ჯანსაღ შვილზე მეტად უფრო მეტად ავატყოფის შვილზე აქ ყურადღება გადატანილი რომ იქნება მისი აი ამ მოვიერებით მისი ზრუნვით ეს სნეულება განიკუნოს და ფაქტი არის რამდენი ადამიანი თქვა და არა მარტო ფიზიკურად არამედ სულიერადაც განკურნებულა და ამ ხრივ ჩემთვის აი პატრიარქი არის აი ის мама რომელიც აი უძღების შვილის სიგავში არის აღწერილი мама რომელიც შვილს ელოდება როდის დაბრუნდება უკან რა თქმა უნდა ეს უძღების შვილის სიგავში ეს ზეციერი მამის სიმბოლო არის мама რომელიც შვილს ელოდება და შვილები ყველა ჩვენგანაა დაცემული მაგრამ რემბრანდტს აქვს საოცარი სურათი უძღების შვილის დაბრუნების სიგავიდან და არ ვიცი მე თქო რომ მე მაყურებელმა კიდე ხელახლა შეხედოს აი ამ სურათს ნახაც მამის ხელები არის ძალიან მნიშვნელოვანი მამა რომელსაც შვილზე ხელები აქვს დადებული და ეს ორი ხელი ერთმანეთისგან განსხვავებული ერთი ხელი არის მკაცრი მამისა აი ძალაუფლების მქონე მამისა და მეორე ხელი ნაზი ხელი არის ხელი ასე ვთქვათ არა მამის არამედ დედისა და ანუ ღმერთის როგორც დედა ყველა ჩვენგანს გვეფერება მამა კი არა დედასავით გვეფერება და პატრიარქი ყვანელობიური აი ეკლესიის მამები ამბობენ რომ ქრისტიანი რო ცხოვრობს ამ სამყაროში, ქრისტიანის ცხოვრება უნდა იყოს ესეთი, რომ თავის ცხოვრების წესით ღმერთს უნდა დაემსგავსოს. ეს ღმერთისნაირი უნდა გახდე და ჩვენი პატრიარქი მართლაც აი ესეთი იყო, რა ჩემი გადმოსახედიდან იყო აი ღმერთისნაირი.
ღმერთისნარი პატრიარქი ყავთ. ერთ რაღაცას გავიხსენებ კიდე სემინარიის იმ პერიოდში მოვესწარი მადლობა ღმერთს ის ჩემს ცხოვრებაში არის ეს და უამრავ სტუდენტს ვინც იმ პერიოდში სასულიერო აკადემია სემინარიაში სწავლობდა მოგვეცა ეს საშუალება პატრიარქის რექტორობისა. ერთი პერიოდი ჩვენი პატრიარქი რექტორი იყო სასულიერო აკადემიისა და ეხლა წარმოიდგინეთ რომ სტუდენტები რომლებიც სასულიერო აკადემიაში სემინარიაში სწავლობს ყველა ზოგი თბილისში და კი თბილისში ცხოვრობდა მაგრამ უმეტესობა თქვა რაინდან ჩამოსული იყო ზოგს თქვა შეიძლება ისეთი ფინანსური საშუალება არ ქონდა რომ თქვა დღის განმავლობაში უბრალოდ თქვა რაღაცა წახიმსებული იყო და არ დამავიწყება პირველი მოსვლა პატრიარქისა რომ დილას გვეძახია რომ სანამ ლექციები დაიწყებოდა რომ გვეძახიან გამოდით გარეთო და გავდივართ კარდულში არის გაშლილი მაგიდები რომ აი ვისაც რაღაცა აწახიმსება უნდა და რომ ჯერ მოდი საკვებით ბიჭერ ფიზიკურად დანაყრდი რომ მე ადამიანი თქვა რაღაცა სულიერი თემაზე გელაპარაკო და ამ ხრივ მართლა მოციქულებრივ ღვაწ აღასრულებდა რომ მოციქულ პავლოს დოიაკოს უწერია როცა ხედავ რომ შენ წერო ჯერ მშიერი ზისო ჯერ ფიზიკურად დაანაყრეო და მე რომ მასო მიეციო სულიერი საკვებიო და ამ სულიერი საკვებთან ძალიან ძვირფას გვაძლევდა ჩვენი პატრიარქი არ დამავიწყება მისი რექტორობის პერიოდში აი ძალიან უნდოდა რომ ჩვენი სტუდენტების ასე თქვათ არა მარტო აზროვნებითი მხარე განვითარებული იყო არამედ აი ეს სწავლის ხრივ წარჩინებული ყოფილიყავი და აი სულ ქონდა ეს რომ ანალიტიკური აზროვნება შეიძლება და გვახსოვს აი ეს ბედნიერი დღეები ჩვენ ცხოვრებაში როდესაც თვითონ გვაძლევდა თემებს რომ აბა ამ თემებზე ვიფიქრეთ და შემდეგ მოსვლაზე ანუ ეს არის ნაწილი მისი პედაგოგიური მოღვაწეობის ხო ეს პედაგოგური მხარე ასე ვთქვათ მხარე მისი პედაგოგობისა და მადლობა გოს რაღაც ისეთი საფუძველი ჩაყარა და ეხლა ეს მე უბრალო მღვდელი ვარ წარმოიდგინეთ მე უბრალო მღვდელს მისი პიროვნება ისე აი ძალიან შეეხო ჩემს პიროვნებას ჩემს ცხოვრებას შეეხო არ დამავიწყება აი ერთი მომენტი ეს რაღაცა ეს ცოტა მისტიური არის რაღაცა პრობლემა მქონდა და ვემზადებოდი დღეს სხვადასხვა ამაზე ვიქადაგე ვემზადებოდით ყველა წელს სასულიერო აკადემიის სემინარია აღზრდებდა ასეთ კონფერენციას, რომელსაც საპატრიარქოში წარადგენდნენ. და რატოღაც ესეთი თემა აურჩიე, რომელიც ცოტა რთულად დასაწერი აღმოჩნდა და დარჩენილი იყო 3 დღე და რაღაცა პრობლემის გამო ეს თემა ვერ მოუყარე თავი მოკლედ ამ საწერს. 3 დღე დარჩენილი და როდესაც რექტორმა შემეკითხა, მაშინ პატრიარქი არ იყო ჯერ რექტორი, რომ თუ დეკანმა შემეკითხა რა შუბით ახერხებთ რა თემის დაწერასო, მე რატოღაც არ დავიხი უკან კი დავწერმოქი და არ დამოვიწყება შაბათის საღამო იყო და პატრიარქთან ვართ პატრიარქის საღამოს მსახურებას აღასრულებდა სიონის ტაძარში და უკიდან ვეძახი უწმინდესო დამეხარი ჩუმა ჩემი ჩუმი ღაღადები და სასწაული მოხდა ესეთი თემა ესეთი დაიწერა რომ აი რაღაცა აი ეს თვითონ პატრიარქსაც მოეწონა ამ თემის შინაარსი მაგზომინა რომ ძალიან მისთვის მოსაწონი თემა აღმოჩნდა და მე რაღაცნაირად მადლობა გადაუხადა საპატრიარქომ და მე გადამიხადეს მადლობა ამ თემისათვის და მე რამჯერ ეცით რომ აი ეს პატრიარქის აი ეს პიროვნება აი ეს შინაგანი ეს მოხმობა მისი სიწმინდისა მე დარწმუნებული ყველა ქართული ცხოვრებაზე სასიკეთო დაისახება და ჩვენ დავდოთ რომ მამა დაგოგდა რომ ფიზიკურად მოვაკდა ამ ერს მართლა ძალიან ბევრ შეფასებას ვკითხულობდი და ვეცნობი ახლა ამ დღეების განმავლობაში აი დადნა როგორც სანთელი ანთებული თქვა და დაიფერფლება ჩადნება სამშობლოს ღვთის სიყვარულში ესე დადნა ჩვენი პატრიარქი მაგრამ მე მჯერა რომ აი ამ მიწას გამოვაკდა ტკივილი დაგვიტოვა მისი ამ ქვეყნიდან გასვლისა მაგრამ ეს საოცარი ნუგაში კიდე რომ თუ კი აქ მას უყვარდი და თუ კი აქ ჩვენზე დარდოვდა და ზრუნავდა ეს სიყვარული არსად არ გამქრალა მე მჯერა რომ ამ სიყვარულთან გაიყოლოს მარადიულობაში და ჩვენ გვჯერა რომ ზეციდან აუცილებლად შეეწევათ მისი მემკვიდრეობა მთავარი მემკვიდრეობა რა არის მისი მემკვიდრეობა არის ეს ცოცხალი სარწმუნოება რომელიც დღეს ეკლესიაში არის მისი მემკვიდრეობა არის ის ახალგაზრდა თაობა რომელიც დღეს ეკლესიაში დაიარება და ის უდიდესი სითბო რომელიც პატრიარქმა ყველა ჩვენგანის გულში დატოვა იმიტომ რომ ეხლა ფაქტიურად ჩვენ გავიზარდეთ იმ ეპოქაში მე არ მახსენდება ჩემი ცხოვრების განმავლობაში პატრიარქი არ ყოფილიყო ანუ ესე იგი დავიბადე 80 წელს და მის შემდეგ პატრიარქის პატრიარქობაში დავიბადე და დღემდე ესე გრძელდება და ის მისი თავარი მემკვიდრეობა ჩემი აზრით აი სწორედ ეს განთლიანებული მტკიცე ეკლესია ძლიერი ეკლესია რომელიც რომლის წიაღშიც აი მისი საქმეები პატრიარქის საქმეები იღაღადებენ და ყველაზე მთავარი მე არ ვიცი ხარ მაყურებლა რამდენად იცის ეს ამბები თქვა ინფორმაცია რა ხდება თქვა
სხვა სამართლმადიდებლოში თქვათ სხვა ქვეყნებში სადაც მართლმადიდებლური ეკლესია ასე თქვათ წამყვანი რელიგია არის უამრავი ქვეყანა არის სადაც ეკლესია სადაც რამდენიმე სინოდი არსებობს წარმოიდგინეთ თქვათ საბერძნეთში მაგალითად რამდენიმე სინოდი არსებობს რამდენიმე თქვათ გაყოფილი ეკლესია სამწუხარო რეალობა იყო რომ 97 წელს აი ჩვენს ეპოქაში ჩვენს რეალობაში დადგა მაგ მომენტი როდესაც ეკლესიის განხეთქილების და გაყოფის საფრთხის წინაშე აღმოჩნდით და მადლობა ღმერთს აი ამ ქარტეხილებს პატრიარქის სიბრძნე ისე გაგვატარა რომ ჩვენ ეს პრობლემა არ შეგხვევია ეს განხეთქილების ეს პრობლემა და ერთიან მთლიან ეკლესიაში დავერგდეთ ეს ეკლესია არის გამაერთიანებელი მთელი საქართველოს ახლა წარმოიდგინეთ როგორც თქვა ჩვენ აღმოსავლეთ საქართველოში და დასავლეთში მთიანეთში ყველგან აი ეს ერთი ეკლესიის შვილები ვართ ყველა ჩვენგანი და ეს რა დღეს დილას ტაძარში მივდიოდი ეთერ თათარაიძეს უსმენდი და მის პატრიარქის მოგზაურობა თიანეთში და ხევსურეთში და როგორი სიტყვით იხსენოდა ეს პატრიარქი ეს არის პატრიარქი როგორც გითხარით ყველას ბოლდებამდე რომ მიაღწია და თვითონაც აღნიშნავდა კიდევ ერთ მომენტს კიდე ხას უსვამდა თავის მოღვაწეობის ერთ საოცარ რამეს რომ აი ლოცვით როდესაც თვითონ მას უსვამდა და თქვენი ყველაზე მთავარი მიღწევა რა არის თვითონ ამოდა რომ მე არ ვიცი ეს რატომ მართაც ღვთისაგან ბოძებული აზრი იყო რომ აი შვიდგზის ლოცვებით მე ერი გავაერთიანებ და აი ერს მართლაც შვიდგზის ლოცვებით აერთიანებ და ღმერთის წინაშე ხა ერთი კაც რო დაუძახო და მოიყვანო როგორი რთული არის მისი მოყვანა წარმოიდგინეთ და აი პატრიარქმა შეძლო რომ მთელი ერი დაეყენებინა ღმერთის წინაშე და პირადად ეძლებოდა ამის მაგალითს ერთი კალბატონი იხსენებოდა რომ დილის 6-ზე რო დგებოდა პატრიარქი ამ ლოცვისათვის დაისვენეთ და ცოდვა ხართო და როგორ მე თვითონ მოუწოდებ ხალხს რომ დილას 6-ზე ილოცე და მე თუ არ გამარმივეცი ამის მაგალითი აბა მე სხვა როგორ შეიძლება ესეთი რაღაცა აი ეს ჩემი აზრი ეს არის პლუს მაგას ეს საოცარი ეს ზრუნვა დემოგრაფიულ პრობლემას რომ აი ეს უამრავი ისი ნათლული ფაქტორად ეს კითხვა დაუსვას რომ ერთი სასწავლო პირისათვის რომ როგორ გონია თუ თქვენ ეს ბავშვები ვინები არიან თქვა აი როგორი ბავშვები არიან და ხდაიბდნენ ხა ხალხი რომ ვინ არის რა პასუხი უნდა გავცე და უმეტესობა ბავშვების არის ის ბავშვი რომელიც არ უნდა დაბადებულიყო წესით და იმის გამო რომ თქვა აი პატრიარქი იქნებოდა რაღაცნაირად მათი ნათლია ეს იყო აი мотиваცია მშობლებისათვის რომ იქნება კიდე ერთი შვილი სამშობლოს ვაჩუქოთ რომ იქნება ჩვენი უწმიდესი მე ჩვენი ოჯახის ნათლია გახდეს აი ჩემი აზრი ის არის რომ ძალიან აი ესე ძალიან დიდი პატრიარქი ყავდა თვითონ იყო სიყვარულის მაგალითი და ხშირად მოუწოდებდა ხოლმე რომ აი ამ სიყვარულის ამ მემკვიდრეობის ფონზე განსაკუთრებით რთული იქნება ალბათ შემდეგი პატრიარქის შერჩევა ხო იცით როგორ არის აი მე ესე ვუყურებ რომ ახლა რა თქმა უნდა ღმერთმთავრებსაც ვეცნობი და ღმერთმთავრების ამ საუბრებს იმიტომ რომ ახლა ჩვენი ყურადღება მაინც წმინდა სინოდისკენ არის მაგრამ ესეთი რამე არის მე მჯერა რომ პატრიარქის შორჭრეტელობის მე მჯერა რომ თვითონ იყო ძალიან ესე შორს გამხედველი და ძალიან ბრძენი პატრიარქი იყო და იფიქრა ალბათ იმაზეც რომ რაღაცნაირად მეტნაკლებად აი ამ სინოდის წევრებში ყოფილიყო ის სიტუაცია რომ თქვა და მისი იმაზე დიდი თუ არა თქვა ის გაკეთებული საქმე მაინც რომ გაგრძელდეს თქვა ესე და მე მჯერა ღვთისშეწევნისა მჯერა თქვა რომ ვისაც ღმერთი გამოირჩევს მისცემს აი სული თუ პატრიარქს მიეცა ეს ძალა იმიტომ რომ ფაქტია რომ პატრიარქი გამოსვლა რომ ეს ჩემი ძალებით მარტო არ მოხდარ იმიტომ რომ ხო მაღლის ღვთისშეწევნა რო არ ყოფილიყო მე ფიზიკურად ამდენს ვერ მომხერხდი თუნდაც პატრიარქი ამბობდა ამას ჩვენ ვიზახით რომ ვიყო ბრძენი პატრიარქი იყოს მაგრამ თვითონ იყო ჭურჭელი სუფთა ჭურჭელი რომელსაც ღმერთს მისცა საშუალება რომ მისი ხელით ემოქმედა ასე თქვა და ჯერა რომ ვისაც შემდგომში ასე თქვა გამოურჩევს ღმერთი იმიტომ რომ ეს არ არის მარტო ადამიანთან გამორჩეული კი ადამიანები იძახენ რომ მე გამოვირჩიე ჩვენ გამოვირჩიე მაგრამ ღვთის ჩარევის გარეშე არაფერი არ ხდება ღმერთი ვისაც გამოირჩევს მე მჯერა რომ პატრიარქის აი ამ გაკეთებულ საქმეს ასე თქვა გააგრძელოს და ეს თქვა დღეს მე უფე ნიკოლოზს უსმენდი რომ ჩვენ აქ შეჯიბრობითობა არ აქვს რომ თქვა რაღაცა ვინზე უფრო მაგარი იქნება თუ უფრო ჩვენ გვინდა რომ ის ღვთისაგან დაკისრებული საქმეები რაც ღმერთმა დაგვაკისრა ის საქმეები გავაგრძელოთ და მჯერა რომ პატრიარქის ლოცვა ასე თქვა მე ზეციდან შეეწევა აი ამ ხრივ ჩვენს წმინდა სინოდს ასე მადლობა დიდი გადაცემის სტუმრობისთვის და საინტერესო მოგონებისთვის და საუბრისთვის პატრიარქის შესახებ
კანონზე ირაკლი დუმბაძე იყო ჩვენი სტუმარი დიდი დიღმის წმინდა 100.000 მოწამის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური. ასეთი იყო დღევანდელი გადაცემა. რეზიუმე მე ხვალამდე გემშვიდობებით.